მე მჯერა სინამდვილეში უფლების ნეგატიური გაგების, რომ არავინ არ უნდა შეზღუდოს ჩემი სიცოცხლე, ჩემი თავისუფლება, ჩემი საკუთრება. განსხვავებით, თქვათ, პოზიტიური უფლებებისგან, რომელიც ასევე არის, ხო, უფლების გაგების სხვა ცნება, რომელიც შედარებით უფრო სოციალისტებს ახასიათებს, რომ მაგალითად ჩამოწერენ ისინი, გამოყოფენ ცალკეულ უფლებებს, განათლების უფლებას, ჯანმრთელობის უფლებას და მაგალითად ჩვენი კონსტიტუცია იქამდეც კი არის მისული, რომ ინტერნეტის უფლება გვაქვს ცალკე ჩაწერილი და შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ წყალზეწლომის კანალიზაციის ინტერნეტის სიჩქარის უფლებაც მივიღოთ. ანუ მე იმის თქმა კი არ მინდა რომ თქვა განათლების უფლების წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ეს არის თავისუფლების ნაწილი, ანუ ნეგატიური უფლების გაგების ნაწილი, რომ მე არავინ არ უნდა შემზღუდოს განათლების მიღების პროცესში და არა ის, რომ მაგალითად ცალკე გამოყოთ განათლების უფლება, რითაც ამას სახელმწიფოები აკეთებენ, რაც აჩენს ხოლმე ვალდებულება სხვა ადამიანებისას, რომ სხვა ადამიანს უნდა წავართვათ რაღაცა იმისთვის, რომ ანუ A პირს უნდა წავართვათ რაღაცა იმისთვის, რომ უზრუნველყოთ B პირის განათლების უფლება. ანუ ჩემი კონცეფტი სინამდვილეში რადგან სახელმწიფო უნდა იდგეს, არის სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ კი არ უნდა უზრუნველყოს ჩემთვის რაღაცა, უბრალოდ ჩემზე არ უნდა იძალადოს, ჩემი სიცოცხლე არ უნდა მოისწრაფოს, არ უნდა დამამონოს და არ უნდა გამძარცვოს. მესმის რომ ამ ნაწილში იმის გამო რომ